ქვეყანაში დაბალი ინფლაციური გარემოა, რატომ არ აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზე. 2024 წლის ამ მაჩვენებელმა საშუალოდ 1,1% შეადგინა, მიზნობრივი კი დაახლოებით 3%-ით იყო განსაზღვრული. ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელმაც დაბალი ინფლაციური გარემოს შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ამასთან ის განმარტავს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 4%-ს გადააჭარბებს და ეს ვითარება ყველაზე უფრო მძიმეთვირთი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის იქნება. მიზნობრივ ინფლაციას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინფლაციის დონე. დაახლოებით ეს არის 1,1-1,6-ის ფარგლებში მერყეობს. ანუ მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია. ანუ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ანუ იქვე გაიჟღერა ეროვნული ბანკის ანგარიში ასევე იმან, რომ 2025 წელს მოსალოდნელია გაიზარდოს ინფლაცია და ცოტა გადააჭარბოს უმნიშვნელოდ მიზნობრივ ინფლაციას. დაახლოებით შეიძლება 4%, 4.5%-მდე ავიდეს ფაქტიური ინფლაციის დონე, მაშინ როცა მიზნობრივი ინფლაცია კვლავ 3%-ია. ახლა ხშირად ისმის კითხვა, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ადამიანები გამოთქვამენ ამ შემთხვევაში პრეტენზიებს, რომ თუ ინფლაცია მცირდება, რატო მცირდება საქონლისა და მომსახურების ფასები. ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, ეს ცოტა სპეციფიკური თემაა და საჭიროებს ინფლაციის გამოსაანგარიშებელი მეთოდოლოგიის დახვეწას. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მეთოდოლოგია მიღებულია ჯერ კიდევ 2003-2004 წლებში. ანუ მეთოდოლოგია ისეთია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საქონელზე ფასი მაღლა მიდის, ზოგზე იწევს დაბლა. და ინფლაციის დონეს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ანგარიშობს საშუალო დონე გამოყავს ინფლაცია, ანუ ზოგ საქონელზე ფასი ზემოთ მიდის, ზოგზე ქვემოთ მიდის და მთლიანობაში გამოყავს თარგეტირებული ციფრი. ანუ ჩვენ თუ ამას შევხედავთ ეკონომისტის თვალით, ასე რომ ვთქვათ, მიზნობრივი ინფლაცია, მიუხედავად იმისა არის 3% და ფაქტიური მნიშვნელოვნად ჩამორჩება მიზნობრივ ინფლაციას, ეს დაბალი ინფლაცია მაინც აწვევა დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ანუ ეს რატომ ხდება ახლა ეკონომიკაში ამას ასეთი ახსნა აქვს. რადგან დაბალშემოსავლიანი ოჯახები მოხმარებაში ძირითადი ნაწილია კვების პროდუქტები, დაახლოებით დახარჯული ფულის 60% კვების პროდუქტებს მიდის. და კვების პროდუქტებზე დაახლოებით ინფლაცია 8% აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 1.5%-ია. ანუ რადგან კვების პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია დაბალშემოსავლიან ოჯახებში, მათ აწვევათ ინფლაციის დონე, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები იმდენად ვერ ბრძნობენ. ანუ ფასების ზრდა, ცოტა ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, ეს განპირობებულია ეკონომიკის ზრდა უნდა შენარჩუნდეს, ინვესტიციების შემოდინება უნდა შენარჩუნდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს ეროვნული ბანკი მსოფლიო ბაზრების და საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რომ მოსალოდნელია რისკები არსებობს იმისა, რომ მსოფლიოში შემცირდეს სასაქონლო ბაზრების თვითონ დეფიციტი შეიქმნას, ზოგადად ინვესტორების რაოდენობა შემცირდეს ქვეყნებში, ასევე და რეგიონებში შემცირდეს ეკონომიკური ზრდა, ეს უკვე პროვოცირებას უკეთებს ინფლაციის ზრდას. ანუ ზოგადად ჩვენ ადრეც გვისაუბრეთ იმისათვის, რომ ინფლაცია შენარჩუნდეს, იყოს სტაბილური, ამისათვის საჭირო ჯერ მეთოდოლოგია დაიხვეწოს. ეხლა როგორც აღვნიშნეთ, არსებული ინფლაცია მნიშვნელოვნად აწვევა დაბალშემოსავლიანებს, ხოლო მაღალშემოსავლიანი იმდენად ვერ ბრძნობენ, რადგანაც მათ მოხმარებაში კვების პროდუქტები წილა უმნიშვნელო 20%-მდე, მაღალშემოსავლიანი ოჯახები, ხოლო დაბალშემოსავლიანების 60%. ამიტომ 60%-ზე უფრო გაზრდილია ამ კვების პროდუქტებზე ინფლაცია, ისინი უფრო გრძნობენ დაბალშემოსავლიანები. იმისათვის, რომ ინფლაციის ტემპი შენარჩუნდეს, საგრძნობი იყოს მოქალაქეებისათვის, ამისაც საჭიროა სწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკა და სწორი ფისკალური. ამაში რავს გულისხმობთ? ანუ ისეთი დარგები უნდა განვითარდეს ეკონომიკის, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს. ფერომედი რაც დავტოვე არის სულ რაღაც 2-3 თვე. მუშაობდი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მედის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. ავადმყოფებთან ფუსფუსი, დაახლოება, სიყვარული და სითბო. არ არსებობდა განსაზღვრული საათი ჩემთვის. კვირა იყო, შაბათი იყო, როგორც მოითხოვდა პაციენტის პროცედურების ჩატარება. აი იყო მედიკამენტები ზოგჯერ ისეთი, რომ მისი საათობით კეთდებოდა და გაცდენა არ შეიძლებოდა. ამიტომ შაბათი და კვირა მქონდა სულ დაკავებული. მქონდა ყველანაირი სახის აპარატურა, შევიძინეთ ბოლოს ბატონმა კოტე ძალიან გვერდში გვიდგა, შევიძინეთ ახალი აპარატურა, რომელზედაც იყო 5 აპარატი.
კაბინეტში მიჯდა არ შეიძლება ვარ გამამახვილო პროფესორი ადამიანი ეს იყო ბატონი ვაჟა ბაზღაძე თუ რაიმე ჩემთვის იყო გაუგებარი ან ეჭვი მეპარებოდა რამეში დიაგნოზი რამე ზოგჯერ იყო შემთხვევა რომ პაციენტი მომართვის გარეშე მოდიოდა და ეს ჩვენ რო გავიარე კვალიფიკაცია თბილისში ვითხრა იქ ვით ჩაივარა ჩვენი გამოცდა რომ ეს თქვენ უნდა იცოდეთ არის შემთხვევა რომ პაციენტი მოდის უმომართოდ რაც საჭიროა გაუკეთე. ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დავკითხე ვარ ბატონ ვაჟას, ისე არასოდეს არ გამიკეთებია მაინც პროცედურა. ასე რომ მიყვარდა ძალიან ჩემი ეს ფიზიოთერაპიული კაბინეტი. აპარატის გაკეთება იყო, შეკეთება იყო, თუ რაიმე საჭიროებას მოითხოვდა, მე მთავარი ექიმთან ამაზე არ შევდიოდი, მე თვითონ ვაგვარებდი ჩემს საქმეს. რომ წამევედი, აი ყველაზე მძიმე იყო ის დღე ჩემთვის. ვინც უნდა მოვიდეს ის გოგონა აი ის დრო იყო ის დღე იყო რომ ვაბარებდი ახლა რომ უხსნიდი თუ რაიმე იყოს გაუგებარი დამირეკავდა მოვალ ყოველთვის შემოვიდა ბატონი კოტე ჩვენი თავარი ექიმი ჯერ არსად წახვალ ლალი მითხრა მე ამ სიტყვას ვერ დავშეწევ და თუ წახვალ ჩვენთან იქნები სულ და ძალიან მძიმე იყო არ დამშვიდობები ვარ არავის ისე წამოვა ჩემი კაბინეტის ეგის მეორე ოჯახი იყო ჩემთვის სამსახური და ძალიან მე უკვე შევეჩვენენლა და ძალიან გული წდება მაგრამ მაინც მირეკავს ჩემი პაციენტები მიკითხავენ თუ ვინმე ალბათ ისმეს ახლა ჩემს სიტყვებს ალბათ არ არსებობს ვერ ვიტყვი რომ 1% ჩემზე უკმაყოფილი ყოფილიყოს მინდა რომ იქ ვინმე გააგრძელოს მუშაობა და იყოს გააგრძელდეს მუშაობა შეუცვლელი არავინ არ არის ყველა ვიცვლებით ახალგაზრდობა მოდის ახალი ენერგიით და მეც კიდე 74 წლის ვარ 45 წელი შემისრულდება რაც ვიმუშავე 1 აგვისტოს სანამ მათ დავიწყებდი მუშაობას მუშაობდი საციხო უბანში მედიტატ კაბინეტში 19 წელი ქართლის მუშამოსახურები ვემსახურებოდით ძირითადი იყო პერიოდული სამედიცინო გადამოწმება ყველა დამერწმუნება 1500 კაცამდე მყავდა უბანში იტყოდა ხოლმე ზოგჯერ რომელი საციხო უბნის ექიმიო იმიტომ რომ ჩვენ ხელში გადადიოდა ყველაფერი ეს რაც კეთდებოდა ვადგენდით გეგმებს კალენდარულს ფეროს მუშამოსამსახურებების თანამდებობის მიხედვით რა ჭირდებოდათ რა გამოკვლევები ჭირდებოდათ რა სპეციალისტებს უნდა დავადებები გამოჩნდებოდა საეჭვო თუ ქრონიკული ამას ყველაფერს სიას ვადგენდით და თავთავის სპეციალისტებს ვიწრო სპეციალისტებს გადავცემდით პრობდავადება ჩამოდიოდა და ძალიან რთული სამუშაო იყო მაგრამ რომ მინდოდა რომ კიდე უფრო ახლოს ყოფილიყავი პაციენტებთან, იმიტომ გადავედი მე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში და გავაღე დაკეტილი კაბინეტი, რო იტყვიან ასე. დაკეტილი, წასული იყო ის ქალბატონი პენსიაში და პრაქტიკაც ვიცოდი თეორიას და დავიწყე მუშაობა. რაზეც კმაყოფილი ვარ დღემდე. თერაპია არ არსებობს სხვა მკურნალობა ფიზიოთერაპიის გარეშე, ასეა ნათქვამი. ნუ ეხლა ჩვენებები ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით და უკვე ჩვენებები რა არის ამ პროცედურების ეგ რა თქმა უნდა ექიმი ნიშნავს პროცედურებს ართროზები ხერხემლის თიაქარი ახლა ძალიან გავრცელებული დაავადება არის ტრამის შემდეგი პერიოდი მონოფორეს ვაკეთებით ეროთოფორეს და რა ვიცი ქონდა აპარატურა და ეხლაც კიდევ უნდა შეგვეძინა და შეიძეს ბატონი კოტე იმედია ჩვენ ახლა ძველები ძალიან ცოტა შემოვჩით 1-5-6 კაცი თუ იქნება თორე ახალგაზრდობა მოდის და რა ვიცი გვიხარია გვიყვარს ყველას ეს ახალგაზრდები და უნდა იმუშაონ კარგად და დაიმსახურონ როგორი თანამშრომელიც მე ვიყავი და ერთგული პაციენტისთვის თანამშრომლისთვის ერთგული დაწესებულებისთვის ისე ყოფილიყვნენ ისინი ძირითადი მიზეზი ჩემი წამოსვლის იყო მეუღლე ქრონიკული დაავადებით არის რომელიც ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში ბოლოს იყო დირექტორის მოადგილე პატაცინადის დროს ძირითადი მიზეზი თუ რა კიდევ შემეძლო ვემუშავა ბატონი კოტე მომნოდა 1-5 წელი იყავი 1-5 წელი იყავი მაგრამ მაინც წამოვედი რა ვქნა ხო იცი ოჯახი ასია ასაკი მემატებოდა მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდოდა პროცედურის არ იყოს პირველ პროცედურას რო გავაკეთებდი მეორე უფრო უკეთესი მინდოდა რომ ეკეთებია მესამე და აი ასე ხოდა ჩანერგილი გულში რომ ჩამწვდარიყავი პაციენტის ჩამთელ ნუ ორგანოში რა ასე მე პაციენტები ძალიან მენატრებიან მაგრამ დღეს ეხლა თუ მიყურებენ ალბათ არ რიტორის სიტყვები არ არის ყველა იტყვის რომ ეს კარგი ქალბატონია და მადლობელია ჩემზე ყველა და მეც ჩემი კოლექტივით ყველა მიყვარს ყველას უყვარდი ვერ ვიტყვი რომ ვინმე მაწყენი ან მე ვაწყენია ვერ ვიტყვი არ მახსოვს ყველას უსურვებ წარმატებას ბედნიერ საქართველოში და მშვიდობიანში ცხოვრებას და კარგ მომავალს ძირითადი ჩემი სამუშაო არის ეს
იყო ჩემი წინამორბედი, ჩემი დედამთილი. ისეთი მე არ ვარ. აი სუდანის წვერით იღებდა სხვა ბალანს, მაგრამ არანაკლები მეც გავამწვარი და გავამჯობესე. ძალიან მიყვარს ჩემი ეზო, დილის 2 საათს მაინც მე ვატარებ ეზოში. თორე გადახედოთ ახლა არ ვაქებ მაგაზე უკეთესებიც არის, მაგრამ რაც შეეხება ჩემ სამსახურთან და ამ ჩემ პაციენტთან სახლში რომ ყავს, მაინც არ ამიშავს ვარ კმაყოფილი. ყველას მოწონს. ნუ თავიდან ახლა ვიყიდე ყვავილები, არ მიყვარს ისა, რომელიც მომეწონებოდა და მე ვამრავლებდი თვითონ. და რამდენიც კიდე იმდეს ვაძლევებისაც მოწონთ და ვამრავლებდი, რომ ყველას კონდეს, ყველას უყვარდეს, ვინც არის ის და შემოდის, უყვირს ყველას, რომ ძალიან მოწონთ. ხელნაწერი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელნაწერი ჩვენს კოლექციაში. ხელნაწერზე არსებობს რამდენიმე მინაწერი, პირველი მინაწერი, რომელიც მის სატიტულო ფურცელზეა და ამ მინაწერიდან ვგებულობთ გამორჩეული ისტორიული პირის ნიკოლოზ დადიანის სახელს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ხელნაწერი გახლავთ ნიკოლოზ დადიანოვის, იგივე დიდი ნიკოს კუთვნილი. ამავე ხელნაწერის უკანასკნელ გვერდზე რამდენიმე მინაწერია და ერთ-ერთ მინაწერში მოიხსენიება საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გამორჩეული მოღვაწე გაბრიელ ქიქოცი. აი მარტო ამ ორი ისტორიული პირის მოხსენება ამ ხელნაწერში მეტყველებს მის განსაკუთრებულ ისტორიულ ღირებულებაზე. ყველა საზედაო ასო არის ძალიან მაღალი ხელოვნებით შესრულებული. ეს არის სინგურით შესრულებული საზედაო ასოები, ანუ წითელი ფერით შესრულებული საზედაო ასოები, რომელიც აი კალიგრაფიული დიდოსტატობით, ვირტუოზობით ვიტყოდი ერთმანეთში გადადის. სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს დავით დადიანს ჰქონდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბიბლიოთეკა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ეს არის დადიანების ბიბლიოთეკის ნაწილი, ერთ-ერთი წიგნი დადიანების ბიბლიოთეკისა. დღეს ჩვენ ამ ბიბლიოთეკის, დაფანტული ბიბლიოთეკის ფრაგმენტებს როცა აღმოვაჩენთ, ეს ჩათვალეთ, რომ დიდი ისტორიის პატარა ფრაგმენტებით ვახერხებთ ამბის შეკრებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წიგნიერება, წიგნიერების კულტურა და მით უმეტეს კალიგრაფიული ხელოვნება ყოველთვის მაღალ დონეზე იყო.